რა მიზანს ემსახურება აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ერთიანი საინფორმაციო პორტალის შექმნა და რა ინფორმაციის მიღება შეეძლებათ მათთვის საჭირო პროგრამებსა და სერვისებზე ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შექმნილი ერთიანი საინფორმაციო პორტალი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას სთავაზობს ერთ სივრცეში თავმოყრილ, მარტივად ხელმისაწვდომ და გამოსაყენებელ ინფორმაციას შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში ხელმისაწვდომი ყველა პროგრამისა და სერვისის შესახებ, რომელიც ქართულ, აფხაზურ, ოსურ და ინგლისურ ენებზეა განთავსებული. საინფორმაციო პორტალის უმთავრესი დანიშნულებაა ხელი შეუწყოს გამყოფი ხაზის მიღმა მცხოვრებ ადამიანებს ჩაერთონ მათთვის საინტერესო პროგრამებსა და სერვისებში, შექმნას შესაბამის ინფორმაციაზე გამარტივებული წვდომის შესაძლებლობა ისეთი მომსახურებისა და სარგებლის შესახებ, რაც უკავშირდება ჯანმრთელობის დაცვას, განათლებას, ბიზნესის განვითარებას, სამოქალაქო სერვისების მიღებას და სხვა სფეროებს. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა პორტალზე აღმოაჩენს უამრავ შესაძლებლობას. აქვე გეტყვით იმასაც, რომ აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი და ბლოგერი მილენა აჟიბა, ასევე პროექტში სახელმწიფო დახმარება აფხაზებისთვის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას უყვება იმ სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რომელსაც ცენტრალური თუ აფხაზეთის მთავრობა ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ანალოგიურ პროექტს ქართულ ენაზე ცენტრი უკვე 1 წელია ახორციელებს.